ეხა განვიხილავთ, რაც აქამდე აქ არ დამიდია trades, რაც დღეს გავხსენი Nasdaq-ზე. და გეტყვით რა იყო ჩემი ნარატივი, რა იყო ჩემი bias-ი, რატო გენი ყველაფერი, მოკლედ დეტალებში top-down ანალიზს გავაკეთებ მარკეტს. მოდი ჯერ გადავიდეთ NQ-ზე, daily chart-ზე. რატო ვარ მეტწილად ბულიში ვიდრე ბიარში. ჯერ ვფიქრობ, რომ ეს აებია ტარგეტი ამ ლოებზე SMT-ია. და მე ნათქვამი მაქვს, რომ სანამ ამ range-დან ფასი არ გავა, arbitrate-ებ ან ცოტას გავრისკავ მეთქი. რისკი იყო დღეს ცოტა. იმიტომ რომ ამ range-ში ვართ ისე, მაგრამ trade იყო ჩემი აზრით რა ვიცი, A+ და აი დღეს რაზეც ვილაპარაკეთ, რატომაც მაგ trade შევედი ხო? აი ასეთი ინფორმაციას მე თავს დავდებ ვერსად ვერ ნახავთ რა. თუ აი ის არ უყურებთ. აი ქართულ community-ში ესეთი ინფორმაცია არავის არ დაუდია და შეიძლება ითქვას ცოტა ისეც ვარ ჩემ მოსწავლეებთან გადყდომილში წავით, რომ ამ ინფორმაციას ესე საჯაროდ ვიძახი. მაგრამ საჯაროდ თქმა იმიტომ შემიძლია, რომ ეს ყველაფერი იდეაში მე მაქვს ნასწავლი საჯაროდ და ჩემით მაქვს ნასწავლი. ჩემი მოგონილი არ არის და მაგითო. კაი. ეხა უყურეთ. რატო არ ბულიში? უფრო მგონია რომ equal high-ია ტარგეტი, daily-ზე გავიკეთეთ ორდე ბლოკი, რაღაც ცოტა ცუდი ორდე ბლოკია, მაგრამ მგონია რომ კვირის ლოუ გაკეთებულია უკვე გუშინდელიდან გამომდინარე და უკვე მარკეტი წავა და აიღებს ამ equal high-ებს, რაც ზემოთ გვაქვს გასტაკული high-ები, ხო? მოდი ეხა ეგ დავიკიდოთ და ჩემი ნარატივი რაზე ავაშენე, ეგ ვთქვათ, ხო? მარკეტი დღეს ხო ბიარში და ეს ჩამოსვლა არის retracement-ი მარკეტზე და ვტოვებთ low resistance liquidity-ს ზემოთ. და რატომაც კომენტ ჩამოვიდა და კონკრეტულად ამ ადგილას ჩამოვიდა, იყო რომ შეხედოთ აი ამ ადგილს, მარცხნივ, შეხედოთ ამ ადგილს არის ძალიან ბევრი equal low და low resistance liquidity, რაც ფასი ჩამოვიდა, Judas swing იქონდა, მაგეთ თქვენი აკუმულაცია, ესა თქვენი манипуляცია, ესა თქვენი დისტრიბუცია, ხო? ჩემი ტარგეტი დღევანდელი იდეაში წინა დღეს აი არის. მაგას მოხსნის თუ არა ამ მოძრაობაში, უკვე მარკეტს მივანდოთ. და მოკლედ ხო, Judas swing-ი ამ ლოუებზე და აქედანაც ლონგი არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ ეხლა გეტყვით მე მაქინა რატო არ გავლონგე. პირველ რიგში იმიტომ არ გავლონგე მაქინიდან, რომ ჩემ მოდელს ეგ ეწინააღმდეგება. ჩემ ვიდეოებში ადრე გინახოთ ვიდეოებში რა, წესით ხო ჩარტინგ სესიები ამ YouTube-ზე რო არის. თუ გინახავთ, ვამბობ, რომ მაღალ time frame PDR-ის გარეშე ლონგი არის დავალბოთობიანი. ეს ლონგი აქედან ეგრევე, როცა reversals იჭერ, ხო, აქ იმენა bottom, ანუ ერთწუთიანზე აქედან ლონგში რო შეხვიდა, იჭერ იმენა reversals მარკეტის დღის lows, ხო, იდეაში, ხო? მაგის ეს უხეშად ჩალიჩი, ხო, არ არის მაღალბოთობიანი. კი შეიძლება, შემიძლია ჩვეულებრივად დღეს ეგ trade დამეჭირა, მაგრამ მერჩივნა დავალდებოდი მარკეტს, იმიტომ რომ ეგრე გადავწყვეტე. რას ვავალოდე? რა თქმა უნდა PDR-ის, ხო? PDR-ი რა იყო? Displacement-ი 15 წუთიანზე, იმიტომ რომ 1 წუთიანზე 15 წამიანზე შედივარ ხომ trade-ში. Displacement-ი აქვს 15 წამიანზე. გავაკეთეთ feral gap-ი. ჩამოვით ამ feral gap-ში და პლუს აქ კიდე გვაქვს new daily opening gap-ი, სადაც ფასი ჩამოვიდა. აგერ აქ new daily opening gap-ი, თუ new opening gap-ია. ხო. აქ ჩამოვიდა და აქედან წავედით ზემოთ. ეხა რატო არ გავლონგე? აი აქ, ხო? 15 წუთიან feral gap-ში ვარ, 15 წუთიან PDR-ი გვაქვს და 1 წუთიანზე თავისუფლად შემიძლია გავლონგო, ხო ეგრე? იდეაში. რატო არ გავლონგე? იმიტომ არ გავლონგე, რომ ჩემთვის აი აქ displacement-ი მარკეტს არ აქვს საერთოდ და entry-ს არ მოუწია მარკეტს აქ არანაირი. მარკეტს. მით უმეტეს უფრო მერჩივნა, რომ უფრო ღრმად ჩამოსულიყო ფასი და მე გამელონგა, რომ აქ liquidity დაგვეტოვებინა. აქ რადგან liquidity არ დავიტოვეთ და არც displacement-ი ქონდა ისეთი, რომ აი ამ feral gap-ში არ გავლონგავ. ეგ არ არის სიზუსტე, რასაც ეს IST კონცეფცია გვაძლევს, ანუ ზუსტი ტრეიდინგი თუ გვინდა, ხო? აი აქედან ლონგში არ უნდა შეხვიდე. იმიტომ რომ როდესაც X ჯერ 10 საათზე ნიუსი იყო, ჩამოვიდა sell side-ი აიღო, ნუ ამ ლოუს ფასი არ შეეხება, გასაგებია, იმიტომ რომ SMT-ც იყო ამ ლოუებზე, ხო? როგორც ვიცი, ხო? მაგ ლოუებზე SMT იყო, არ შეეხება ამ ლოუს, ეგ კი მესმის. მაგრამ უფრო ზუსტი უნდა ყოფილიყავი მე აქ და უფრო მოთმინება უნდა გამომიჩინა. მარკეტს სტრუქტურა ჩამოეყალიბებინა ამ PDR-ის ჩამოსვლის მერე. ეგ იყო ჩემი იდეა. ეხა უყურეთ. აი ამას არ მგონია რომ ჩემგან შეიძლება გაგონილი ქონდეთ, მაგრამ სხვაგან ამას ვერ გაიგებთ. გვაქვს აგერ გეპი.
გვაქვს აგერ ფეროლიგები, ხო ქვემოთ ამასთან მაგცია ჯერ ყურადღება. ეს ფეროლიგები გვაქვს. რას ხედავთ ეხლა ჩვენ აქ? ჩვენ აქ იმას ხედავთ, რომ ფასი ჩამოვიდა upper quadrant-ში, ანუ აი ამ ფეროლიგების ზედა მხარეს მარტო, თან ვიქით მარტო არც ტანის არ ჩახულა შიგნით არაფერი და არც consequent encroachment-ზე ანუ 50%-ზე არ ჩამოსულართ ან gap-ის. და ისე გავაკეთეთ აი აქ მარკეტზე order block-ი. აი არის მნიშვნელოვანი რა ძალიან. რას ნიშნავს ახლა ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი იმდენად ბულიშია და იმდენად ძლიერად ბულიშია, ხო, რომ ეს ნაწილი, ეს დალშემთლიანი ნაწილი დატოვა breakaway-ით, ანუ ღიად, ისე რომ მარკეტმა არ შეავსო, არც ნახევარზე არ ჩამოსულა ფასი და ისე მიდის ზემოთ და ისე აკეთებს აი ამ bullish order blocks. შემდეგ უკვე ჩემი ფოკუსი ამ ფეროლიგებიდან და ამ low-დან, ამ low swap-ში ვიკიდებ, ხო? ჩემი ფოკუსი გადადის აი ამ order blocks-ში. მე ვიყენებ აი ამ order blocks, რომ ჩემი trade narrative ავაგო. Targetები რა იქნებოდა? ეს volume balance იყო target-ი და runner-ი მქონდა დატოვებული აი ამ წინა დღის PM-ის აიმდე. ხო, ეს order block-ი იყო, საიდანაც მე უშუალოდ trade-ის იდეა ავაგე, narrative-ი ან target-ი მაქვს, bullish-ი ვარ, narrative-ი მაქვს, PDRA მაქვს, მაღალბოთობიანი trade-ია? კი არის. ხიხა. სადაც შეგვიძლია აქ entry გავაკეთებინა, უკვე ჩამოდივართ 1 წუთიან time frames. აქ entry-ის გაკეთება შეიძლებოდა აი ამ ფეროლიგებიდან 1 წუთიანზე. შეგვიძლია აქედან გაგელონგოთ და დაგეთარგეტებინათ ეს აი ან კიდე ზემოთ ფასი. შეგვიძლიათ standard deviation-იც გამოყენებინათ, აი მაგალითად საიდან სად ეს გავთიშო. ეს შეიძლება ეს standard deviation-ი ესე გამოყენებინათ -2 -2.5 დაგეთარგეტებინათ. ან თუ გინდა ესე ყოფილიყო. -2 -2.5 აი ეს დაგეთარგეტებინათ აი ამ манипуляციის, news манипуляციის ლეგიდან გამომდინარე რომ გაგეხადოთ. მაგრამ მე გადავედი 5-წამიაზე, იმიტომ რომ აი აქ ჩამოსვლით, აი 5 წუთიანზეც იყო PDRA. აი აქ ჩამოსვლით, რო ჩამოვიდა, ფასი შეეხო აი ამ 5 წუთიან order blocks. ანუ მე რო ვიცი რომ ფასი არ ჩამოვიდა low-ზე, ვიყენებ აი ამ order blocks 15 წუთიან order block-ზე რო განახით ხო, ანუ უკვე ფასი ითრეიდებს ამ order block-ში და კენწავა ზემოთ. ჩემი ნარატივი მაგაზე აგებული ხო, რა time frame-ზე შევალდა რა entry-ს ვიპოვი, უკვე ჩემზე არ დამოკიდებული. ან რატომაც ავირჩიეთ 15-წამიანი იყო, რომ უფრო უკეთესი ზუსტი entry მქონდა და უფრო უკეთესი risk to reward მქონდა და გამომდინარე იქიდან რომ ფასი ესე გიჟივით არავა ზემოთ ეგრევე ამ თეიქრობით არ ჩამერტყავს, რანერი მაგიტომაც მქონდა მაქვე დატოვებული. ამიტომაც კარგი risk to reward რომ მქონოდა, უკეთესი execution რომ მქონოდა და უფრო ზუსტი ყოფილიყავი, რაც მიზანი უნდა იყოს თქვენი, რა თქმა უნდა, გადავედით 15-წამიაზე. ეს არის უკვე ეგ ჩარტი. აგერ 15-წამიაზე ხედავთ, ფასი ჩამოსულია აი ამ PDRA-ში, displacement-ი არის გაკეთებული და აგერ ფეროლიგები არის გაკეთებული. იგივე სიტუაცია აქაც აი შეხედეთ 15 წუთიანზე და order block-ი იყო და რატომაც order block-იდან ითრეიდა ფასმა იგივე სიტუაცია 15-წამიაზეც. შეხედეთ ფასი ჩამოდის, ამ gap-ში შედის, არც ნახევარზე არ ჩამოდის, ისე აკეთებს ამ order block-ს. ხო ხედავთ აი ამ bearish candles. აი ამ bearish candles-ზე მაქვს საუბარი, ხო? მე ეს candle-ი ჩამოდის, მე აქ დავამატე უკვე, იმიტომ რომ ეს order block-ი გახდა. დავამატე და დავათარგეთე აი ეს volume balance. Risk to reward-ი მაგამდე იყო 1.3-თან და ბოლომდე იყო სადაც მაქსიმალურად წავიდა 1.7-თან. ნუ profit 1.7-თან არ გამოდის იდეაში. ხო. ეგ იყო და ეგ. რავი, წესით ყველაფერი ავხსენი. აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, აი იმენა ეს არა მარტო ტექნიკური ანალიზია, როგორც იძახიან, არის ტექნიკური მეცნიერება. ეს ზუსტად ფასს ვერავინ დაგიღეჭავთ. ეს ზუსტად და ესე ძალიან ტექნიკურად ფასზე, ხო? მარკეტის ფასს. ვერავინ დაგიღეჭავთ. იმედია მოგეწონათ ვიდეო და თუ მოგეწონათ და თუ კარგი ინფორმაცია წაიღებთ, რასაც უუჭველი წაიღებთ, ვინც კარგად მოისმინეთ და ნოუთებს ჩაიწერდით აი ამ ვიდეოდან. და ლაიქით ვიდეო, რომ ბერმა ნახოს. და წარმატებული ტრეიდინგი.